საქართველოს პრემიერის ვიზიტის სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძე სომხეთის ვიცე-პრემიერი გახდა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე პირისპირ შეხვდება ნიკოლ ფაშინიანს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველოს-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართება. ხდომის დასრულების შემდეგ კი ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ერევანში იმყოფება ასევე დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც ვიზიტი კოლეგა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილმა და არარატ მირზოიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ორი 2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი ჩვენი ურთიერთობებისთვის სომხეთს და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და ეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის და სხვა სფეროებშიც ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. დღეს ქალბატონ მინისტრთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში გქონდა და განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ეს არის ნამდვილი ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტებზე და არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთს, საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის, ტრანზიტის მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველოს არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა, გულწრფელად აქვს სურვილი ამის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ კი რამე შეუძლია საქართველოს წვლილი შეიტანოს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა და ვიმედოვნებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციიდან და იმ მძიმე შედეგებზე არ თქვათ, რაც მომდინარეობს სწორედ აქედან, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და მძიმე სოციალურ ვითარებაში და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რჩება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გამოწვევად. დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე, ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის